ისტორიული მონაპოვარი უვიზო რეჟიმი საქართველოს შესაძლოა სრულად დაკარგოს. ევროკომისიის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ მეორე ეტაპზე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება. თავდაპირველად 30 დეკემბრიდან შეზღუდვა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეეხებათ. საქართველომ დაარღვია ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში ნაკისრი არაერთი ვალდებულება. 2024-25 წლებში კიდევ უფრო უკან დაიხია, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით, ვკითხულობთ ანგარიშში, რომელშიც საქართველოს ცალკე ქვეთავი ეთმობა. საქართველოში ნედლი ნავთობის 97% რუსეთიდან შემოვიდა. საქსტატის ცნობით მიმდინარე წელს ოკუპანტი ქვეყნიდან 60,4 მილიონი დოლარის ღირებულების 133,000 ტონაზე მეტი ნედლი ნავთობია შემოტანილი. ჩვენ არ ვთვლით თავს პასუხისმგებლად ხალხის მკვლელობაზე, ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ასე უპასუხა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა და სამხედრო დამნაშავედ წოდებულმა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას. იქნება თუ არა პასუხისმგებელი უკრაინელებისა და რუსების მკვლელობაზე, თუ სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება. თურქეთში იზმითის რაიონის ერთ-ერთ პროვინციაში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი იპოვეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თურქეთის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ ეს მიმდინარე კვირაში მათ ტერიტორიაზე რუსული დრონის პოვნის უკვე მეორე შემთხვევაა.